პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე, რა სიგნალები იყო, მათ შორის რუბიოსთან კომუნიკაციის შემდეგ ვიცე-პრემიერის დონეზე მაღალი დონის დელეგაციის გაგზავნა ჩინეთში, რომლის თუნდაც ჩინურ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობების დონეზეც კი რაიმე საქმიანი შედეგიც რომ ვერ ვიხილეთ პრაქტიკულ დონეზე. მოგესალმებით საღამოშვილობის, მადლობა მოწვევისთვის. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მევფიქრობ ყველამ ნახეთ, როგორც ერმა, რომ არავით არის დადებითი ნება და პოლიტიკური სურვილი იმისა, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს ამ რეჟიმს არ გააჩნია. ისინი ცდილობენ ერთი მხრივ სავაჭრო, როგორ ვთქვათ, კოზირად გამოიყენონ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში, რომლის ნორმალიზებაც მათ სურთ ანაკლიის საკითხი, რადგანაც მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ფაქტობრივად ერთადერთი რამ, რაც დღეს მათ ხელთ არის მეტნაკლებად, მაგრამ ამავე დროს კაფეად უნდა ხედავდნენ, რომ ეს თვითონ გააფუჭეს, თვითონ ჩაძირეს პორტის პროექტი, თვითონ დააკარგინეს საქართველოს ეს უნიკალური შესაძლებლობა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ არც ახლა, არც ერთი რეალური ნაბიჯი არ არის გადადგმული იმისაკენ, რომ პორტის პროექტი აშენდეს. არ არსებობს ინვესტორი, არც ჩინეთთან საუბარში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ იკვეთება არავითარი ქმედითი ინტერესი იმისა, რომ ანაკლის ღვაწლოვანი პორტის პროექტი შეიძლება რაიმე კუთხით წავიდეს წინ და რა თქმა უნდა არც სხვა ინვესტორი არ არსებობს და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ მწუხარებით გასული წლების განმავლობაში. აქ რამდენიმე დეტალი შემოვიტანოთ, ბატონი რომან კოცირიძე ძალიან კომპეტენტური, არა მარტო ანალიზი, არამედ ინფორმაციული ნაწილი იყო ამ ვიზიტის შეფასების ნაწილში და ბატონმა რომანმა გუშინ საღამოს ჩვენთან ერთ ფორმულას ეთერში, მრგვალ მაგიდაში ახსნა ძალიან დეტალურად რატო დაიკარგა შანსი და პერსპექტივა თუნდაც ჩინურ კონგლომერატის მეშვეობით ამ ანაკლის პორტის წარმოების და მან ჩამოთვალა მათ შორის სახელმწიფოს მიმართ წამოყენებული მოთხოვნების ის ნაწილი, რომ გარანტიებს ითხოვს ჩინური კორპორაცია ასე შემდეგ, რასაც ეს ფთარობა ვერ მიცემს, მათ შორის ვერ მიცემს იმიტომ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები გარანტიების მოთხოვნაზე თქვა უარი, რის გამოც დახარვეს და ძველ კონსორციუმთან ან დასავლეთის მონაწილეობით იმპორტის მშენებლობა და რის გამოც აი ხაზარაძე ჯაფარიძის ისტორიის ნაწილში მთავარი საკვანძო საკითხი რაც იყო, ხო, აი 50 მილიონის გარანტიაზე იყო ლაპარაკი, ისიც თითქმის გამოუყენებელი დარჩება. აქ 300 მილიონზეა ლაპარაკი და ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ დიდ დავას მერე განახლდება ეს დავა და წააგებენ. ანუ მივიღეთ სურათი, როდესაც ვეღარც ჩინელებს ვერ აშენებინებენ და აქეთაც გაჭედილი არიან, იმიტომ რომ ივანიშვილის ნათქვამისა არ იყოს შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდათ. აი რა პერსპექტივას უქადით მათ ამერიკელების უკვე პოლიტიკური კომუნიკაციის ნაწილში მოვლენათა ასეთი განვითარება. დიახ, ეს არის აბსოლუტურად სწორი ანალიზი. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ ჩაძირეს პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკელები, რომელშიც მონაწილეობდა 5 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, საუბარი მაქვს კონსორციუმის ეგიდით, კონსორციუმის წიაღში არსებულ პროექტზე. ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად მამუკა ხაზარაძის და ბატრი ჯაფარიძის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა, ეს შეკერილი შეთითხმის საქმე, რომელიც ამ სასამართლოს პირობებშიც კი კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას რეალურად წააგო სახელმწიფომ, იმიტომ რომ ფულის გათეთრება რა თქმა უნდა ვერ დამტკიცდა, რაც არ არსებობდა ვერ დამტკიცდა და მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება, ესე იგი სასამართლო შეიჭრა პროკურატურის ფუნქციებში, მე ვფიქრობ პირველად საქართველოს ისტორიაში არ ნახული რამ მოხდა, როდესაც ერთმა შტომ საერთოდ სულ სხვა ორგანოს უფლებამოსილების შეითავსა და ბრალი გადაკვალიფიცირა, ის არც გამოძიება ყოფილა, არც მომჩივანი, არც დაზარალებული, ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რაც იყო რა თქმა უნდა ანაკლიის დასავლური და ეროვნული ქართული პროექტის ჩაძირვა და ახლა ქართული ოცნების რეჟიმი არის გაჭედილი ისეთი ტიპის ვითარებაში, როდესაც ვეღარც უკვე დასავლურ კაპიტალს ვერ ესაუბრება, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი პრეისტორია არსებობს, ხო? ეს ყველამ იცის, რაც მათ ჩაიდინეს, იცის ყველამ. რაც მამუკას და ბატრის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ასევე იცის ყველამ, ხო, პოლიტიკურად მოტივირებული საქმების კუთხით, მათ შორის მათვე მოახდინეს ამერიკული კაპიტალის ექსპროპრიაცია, ანუ მიტაცება. აი ბოლშევიკური რაღაც გააკეთეს, ხო? იქ ამერიკელების ფულიც იყო ინვესტირებული. იქ უკვე 10 მილიონი დაიხარჯა. იქ შესაბამისი ოპერაციები განხორციელდა, ხო? და დღეს არათუ ის არ არის, არათუ რამე არ არის დამატებული, ისიც კი არ არის შენარჩუნებული, რაც კონსორციუმის დროს გაკეთდა, წარმოიდგინეთ და ახლა დაატარებენ იქ ბატონი ანდრეველი ყავდა და ამას წინ ჩაყვანილი. მე სულ ვკითხულობ, რა აჩვენეს? კაი ჩაიყვანეს და რა ნახა იმ ადამიანმა? ნახა ის, რომ
ისიც კი, რაც უკვე იყო გაკეთებული და ნაბიჯები იყო გადადგმული, ისიც კი უკვე აღარ არის ადგილზე და კიდევ ხელახლა არის ინვესტიცია გასაკეთებელი, ხელახლა არის გასათხრელი, ხელახლა მოსაწყობი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩინეთს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩინეთში შეუძლია იყოს ერთ-ერთი თანაინვესტორი, ხო? აქ იმაზე არ არის საუბარი, ჩინეთი საერთოდ იქნება თუ არა, ხო? ჩინეთი არის, რა თქმა უნდა, მსხვილი ეკონომიკური აქტორი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გლობალური მნიშვნელობის ძალა. გასაკვირველია, ჩინეთს არავინ არ ეუბნება, რომ არ უნდა იყოს საერთოდ. აქ საუბარია, როგორ იქნება საკონტროლო პაკეტი, ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში არის თუ არა კონტრაქტი, რომლითაც აშენდება ანაკლია და რა თქმა უნდა, ის ძალთა ბალანსი, რომელიც იქნება წარმოდგენილი იქ, ხო, მათ შორის კაპიტალის სახით და ამ კუთხით გავაკეთეთ ჩვენ სწორედ ის რაღაცა, როგორ ვთქვათ, შეთავაზება და ჩვენი ხედვის, როგორ ვთქვათ, ჩვენი ხედვა გავაცანით საზოგადოებას, თუ როგორ უნდა მოხდეს შემდგომ პერიოდში ანაკლისთან მიმართებით ესე იგი პროცესის განვითარება. ეს არის დასავლური, ანუ ამერიკული და ევროპული კაპიტალის პირდაპირი მონაწილეობით, ეს არის გამჭვირვალე კონტრაქტებით და ეს არის ანაკლის ეროვნულ სტრატეგიულ პროექტად გამოცხადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ საპირისპირო შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ვითარებას, რომელიც არ არის თავსებადი და თანხვედრაში ქართულ ეროვნულ ინტერესთან და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი არის ქართული ეროვნული ინტერესი. მამუკა ხაზაძე არაერთხელ უთქვამს ის რაღაც ამას კი არ უყურებთ, რაღაცა მამუკას ან ბადრის ბიზნესად პირდაპირ ვიტყვი, არა, ამას უყურებთ ქართულ ეროვნულ გეოპოლიტიკურ პროექტად და ჩვენთვის მთავარი არის, რომ პირველი აშენდეს პორტი და მეორე ის აშენდეს სწორად, სწორი კონტრაქტით და სწორი აქტორების თანამონაწილეობით. ეს უნდა იყოს რეალური გზა საქართველოსთვის, მეტი უსაფრთხოებისკენ, რეალური სამშვიდობო დერეფნისკენ და აქამდე არნახული მასშტაბის ეკონომიკური პერსპექტივისკენ, რაც მართლა იმ პოტენციალით გამოირჩევა, რომ ყველა ქართველზე აისახოს, 10,000 ადამიანი დაასაქმოს და რეგიონულ განვითარებას შეუწყოს ხელი და ტრანსრეგიონულ განვითარებას შეუწყოს ხელი. გრიგოლ, რამ გამოიწვია თქვენი აზრით ისეთი რეაქცია, რომელიც ევროკავშირის ელჩის დაბარების ფორმით ვიხილეთ ჩვენ, ხო, უპრეცედენტოა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში. რა თქვა ბატონმა ჰერჩინსკიმ ისეთი რის თაობაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად არ უწევთ საუბარი ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომ საქართველოს გზაჯვარედინთან დგას, რომ მას უწევს ისტორიული გადაწყვეტილების მიღება, გააგრძელებს თავის ისტორიულ სვლას, სადაც მართლაც ჩვენი წარსული, ისტორიული, ევროპული და დაუშვით მომავალი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და ამის უნიკალური შანსი გაგვიჩნდა და ნუ ამას მოყვა ესეთი რეაქცია, როდესაც თან მე არ ვიცი, მაგალითად დასაწყისში აღვნიშნე შემთხვევითობას ვერ მივაწერ იმ ფაქტს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღეს იბარებ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩს. თქვენი ვერსიაც მაინტერესებს სხვათა შორის, ეს უბრალოდ დამთხევაა და საგარეოში არავინ აღარ დარჩა ისეთი, ვისაც ეს თარიღი საერთოდ ახსოვს. თუ სპეციალურად გააკეთეს ეს? მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს გააკეთეს სპეციალურად. ისევე როგორც ყველა მსგავსი რამ გააკეთეს ყოველთვის სპეციალურად. მაგალითისთვის ჩვენ გვახსოვს, აი სწორედ ის მომენტი, როდესაც კანდიდატის სტატუსი განიხილებოდა პირველად, რომელიც არ მოგწეს და ზუსტად ორი კვირით ადრე დააკავეს თუ სწორად მახსოვს ნიკა გვარამია. კი, ნიკა გვარამია დააკავეს. ეს და მედიის, ესე იგი შესაძლოა მედია ლიდერი დააკავეს, ხო? კონტექსტში ჩავსვათ, ხო? მაშინ ნიკა გვარამია მაგალითად იყო მედია ლიდერი. ეხლა ეს იყო ძალიან პირდაპირ განაცხადი, გაექცეოდათ ორი კვირის თავზე დაეკავებინათ. სწორად თუ არასწორად ამაში არ შევდივარ, ხო? ნონსენსში, რის გამოც ქვეყანაში ხალხს აკავებენ, მაგრამ გააკეთეს ისე როგორც გააკეთეს. რატომ? მათ მიზნად აქვთ დასახული ძალიან მკაფიოდ ყოველ ფეხის ნაბიჯზე საქართველოს ევროპული გეზის დაზიანება. და მე ვფიქრობ, შეუძლებელია უკიდაგანოდ მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ვერ დაინახოს, რომ ყველაფერი რაც კეთდება ბოლო წლების განმავლობაში, ემსახურება ერთ მნიშვნელოვნად და უპირობოდ იმას, რომ საქართველოს სვლა ევროპული კავშირისკენ შეჩერდეს არა მარტო ამ რეჟიმის მიერ, არამედ სხვა აქტორების მხრიდანაც იმ ქცევების გამო, რასაც რეჟიმი ჩადის. ერთი მხრივ თვითონ გააჩერეს 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა უბრალოდ ჩაჩეხეს დროებით და მეორე მხრივ იქამდეც და შემდგომშიც აკეთებდნენ და აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არც ვინმე სხვა სურდეს, რომ ჩვენ სერიოზულად გვესაუბროს და ამ მიზანს მათ მიაღწიეს გარკვეულ დონეზე, ხო? საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნუსხაშიც აღარ ვხედავთ, ხო? ახსენებენ
სომხეთს ახსენებენ აზერბაიჯანს, მაგრამ საქართველოს აღარ. ამბობენ რომ კანდიდატის სტატუსი გვაქვს უბრალოდ რაღაც ფორმალობად, ხო, რომელიც ქაღალდზეღა შემორჩა. არ ვახსენებ ინვესტიციების ნაკადს, არ ვახსენებ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ენერგიას, ხო, ერევანშია გადასული მთელი პოლიტიკური, როგორ ვთქვათ, გავლენის ცენტრი, ხო, და პოლიტიკური ინტერესის ცენტრი და აი ასეთ ვითარებაში, როდესაც ამავე დროს არიბარებ ირანის ელჩი ჩვენ დაგვემუქრა. მე არ დავიღლები ამის გამეორებით, ის დაგვემუქრა ძალიან არა დიპლომატიური, არა კეთილმეგობრული და არა მეძობლური ენით. გრიგოლ შეგაწყვეტინებდა დღეს ბოჯორიშვილმა ჩვენი ჟურნალისტის მიერ დაჟინებით ჩაკითხულ ამ თემასთან დაკავშირებით ესეთ ფრაზა ახსენა, რომ ჩვენო ქართული დიპლომატიის რესურსიდან გამომდინარე რეაგირებთ. ანუ ქართულ დიპლომატიას დღეს აქვს უზარმაზარი რესურსი ებაქიბუქოს და ებლატაოს ევროკავშირს და რესურსი ძალიან შევიწროებული გვაქვს, რომ ირანს, რომელიც ღია მუქარის სახით ოპერირებს შენ საჯარო სივრცეში ქართულ ენაზე და არა მარტო ამას აკეთებს, კიდე სხვა რაღაცებსაც, რაც ვიზუალურადაც ვნახეთ, იმასთან დაკავშირებით ენის მოჩლექითაც ვერ ილაპარაკო და რაღაცაზე მიგვანიშნო, რომ რაღაცა სადღაც შეიძლება წამოიკნავლე მასთან ურთიერთობაში. აი ეს დამოკიდებულება ერთის მხრივ ჩვენს ეროვნულ თავმოყარეობას წესი ძალიან უნდა ლახავდეს, მაგრამ მეორეს მხრივ რა ტიპის რეალურ ძალთა განლაგებაზე მიუთითებს დღევანდელ საქართველოს საგარეო ინტერესებს. დიახ, ეს არის სრულიად პირდაპირ დასტური იმისა, რომ თანამედროვე ქართული საგარეო პოლიტიკა, ხოცური, უფრო ზუსტად საგარეო პოლიტიკა არის რეალურად გაუქმებული. ის მე მიყვარს ხშირად ხაზგას, რომ ეს აღარ არის ცუდი საგარეო პოლიტიკა. უბრალოდ საგარეო პოლიტიკა აღარ არის, აღარ გვაქვს ასეთი რამ. და ეს მე მგონია სწორედ რუსული პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. რადგანაც საგარეო პოლიტიკა არის სუვერენული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება, ატრიბუტი. საგარეო პოლიტიკის გარეშე შენ არ ხარ ჩამოყალიბებული სრულყოფილი საგარეო პოლიტიკური ერთეული. და ის დავალება, რომელიც ქონდა ამ რეჟიმს, რომელიც შესრულებაც განსაკუთრებულად აქტიურად დაიწყო ილია დარჩიაშვილმა და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელა და ჩააცემენდა პრინციპში მაკა ბოჭორიშვილმა, ეს იყო საგარეო პოლიტიკის სრული მოსპობა, განადგურება და გაუქმება და ამის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამოხატულება ფორმალური კუთხით იყო ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგრეთ წოდებული რეორგანიზაცია, როდესაც ათობით პატრიოტი, გამოცდილი დიპლომატი, რომელიც უბრალოდ სახელმწიფოს ემსახურებოდა და რომელიღაც პარტიას, უბრალოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და აი ესეც არის ძალიან კარგი დასტური, აი ეს ქცევაც, რომ მართლაც თქვენთვის არ იყოს, როცა საქმე მიდგება რაღაცა ილიაუნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებასთან, ამის გამო იბარებენ გერმანიის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, არათუ იბარებენ ყოველდღიურად ებრძვიან, ხო, იგივე ბატონ ფიშერსაც პრინციპში, ხო? პაპუაშვილს კამპანია დააქვს წლების განმავლობაში, ისე როგორც კობახიძეს, ფიშერზე თავდასხმა, ჰერჩინსკიზე თავდასხმა. და აი ასეთ ვითარებაში როგორც კი ისტორიულმა ხდომილებამ საჭირო გახადა ერთი თუნდაც გამოხმაურება ირანის ელჩის მიმართ, ერთიც კი არ ყოფილა არც საპროტესტო ნოტა, არც მისი დაბარება, არც რეპრიმანდი, არც რაიმე შეშფოთების გამოხატვა, როგორ ბედავს რომელიმე ელჩი, რომ ქვეყანას ემუქრება თან იმ ვითარებაში, რაც იყო მაშინ იმ კონკრეტულ დღეებში შექმნილი ჩვენს რეგიონში. ამავენაირად არც თქვათ, ესე იგი უნგრეთის ელჩის მიმართ დაწყვეტა კითხვები, ხო, როდესაც გაირკვა, რომ 4 წლის განმავლობაში თბილისში მუშაობდა პირი, რომელიც სულ ახლახან დააპატიმრეს რუსეთისთვის სასარგებლო ჯაშუშობის გამო ამჯერად უკვე უკრაინაში. მაგრამ ის იყო უნგრეთის დიპლომატიური საფარქვეშ მომუშავე პირი. არავითარი კითხვა არ დასრულა. ეს პირი 2016-2020 წლებში აი აქ საბურთალოზე საელჩოში მუშაობდა, მაშინაც ვსტოვრობდა თუ არა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ამით იმის თქვა, რომ პირველი საქართველოს ეროვნული და სუვერენული ინტერესები მკვდარი, სამწუხაროდ, ქოცურ პირობებში, მეორე, არავითარი საგარეო პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია და მესამე, აი ეს ძალთა ბალანსი, რაც დღეს არის წარმოდგენილი, არის მთლიანად მომართული არათუ თავისუფალი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ ქართული კოდის წინააღმდეგ. ყველაფერი ქართული, რაც კი ოდესმე არსებულა მეფეების დროს, პირველი რესპუბლიკის დროს, ყველა თანამედროვე ხელისუფლების დროს, ვიდრე ქართული ოცნების აი ეს ბოლო ფაზა ჩამოდგებოდა ეს ღიად. ხო, ყოველთვის იყო სხვა რამ, ხო? ეს ყოველთვის იყო გრეკო-რომაული, ბიზანტიური და ქრისტიანული ფასეულობებისკენ სვლა, შესაბამისად ევროპული ცივილიზაციისკენ სვლა. ყველა ხელისუფლებამ განუჩენებს, რომ მე რა შეხედულების ვარ მათზე, წინა ხელისუფლების გულის ხო
ვარაცხობ, ხო? პირველი იქნება მეორე თუ მესამე. ყველა ადმინისტრაციამ გარკვეული ნაბიჯი გადადგა ამ სწორი მიმართულებით და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ყველა მათგანმა ამ გზის გამყარებაში. პირველი ხელისუფლება, რომელმაც ამ გზას გამოუცხადა ომი და ქართულ ხალხს გამოუცხადა ომი და რაც კი რამ აგური დადებულა წარსულში უბრალოდ აიღო და უბრალოდ ლეწა და დაამსხვრია, არის ეს ხელისუფლება, რომელიც სწორედ იმ დარბაზიდან გამოაბუნზულეს, სადაც ზურა ჟვანიამ თქვა ის ეპოქალური შეფასება, ხო? მე ვარ ქართველი და მაშინ მე ევროპელი. აი, აქედან გამოვაგდეს ქოცები და ეხლა ჩვენ უნდა გავაგდოთ ქოცები მშვიდობიანად, დემოკრატიულად პარლამენტიდან და კანცელარიიდან.